გადავლოთ ბიჭებო. Sambrelo, Sambrelo, diciamo di da Sambrelo, 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 diciamo di da Sambrelo, hey da, Sambrelo, hey da, Sambrelo, nugesh shinia, disbumbuli da gigia, nugesh shinia, disbumbuli da gigia, hey da, Sambrelo, hey da, Sambrelo, Omole via Rashana, Sacarpelo da Finia, Omole via Rashana, Sacarpelo da Finia, hey da, Sambrelo, hey da, Sambrelo. მესხებს ყოფაში დღემდე აქვთ დაცული უძველესი დროის ქართული ხალხური თამაში ლახტაობა, ანუ ლახტი. სოფელ ძველში უამრავი ახალგაზრდა ცნობის მოყვარეობით მოეკიდა ამ თამაშს. ქამარ-ბასტი, ასეც უწოდებენ მესხები ლახტაობას. სოფელში წინათ კალოზე ან სახლის ბანზე თამაშობდნენ ქამარ-ბასტს. სათამაშოდ 3-4 მეტრი რადიუსის წრეს შემოხაზავენ. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით 2 თანაბარ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი თავდამცველებისგან შედგება, მეორე თავდამსხმელებისგან. თავდამცველები წრეში დგებიან და ფეხებს შუა ქამრებს იწყობენ. ქამრის ბალთა წრის ხაზთან უნდა იდოს. ლახტი სწორედ ამ ქამარს ქვია, ხოლო თამაშს ლახტაობა ეწოდება. თუმცა თამაშის აღნიშვნელადაც ხშირად ლახტს ამბობენ. თავდამსხმელები წრეს გარშემო ურბენენ და სხვადასხვა ფანდით ცდილობენ ლახტის მოტაცებას. როცა თავდამსხმელი ხელთ იგდებს ქამარს, უფლება აქვს მოწინააღმდეგე ფეხზე ლახტით ცემოს და უფრო მარჯვედ გამოიტანოს მომდევნო ქამარი. თავდამცველები წრიდან გამოუსვლელად ცდილობენ მოწინააღმდეგენი ჩაჭრან, ანუ ფეხი ფეხზე დაადგან. ჩაჭრილები წაგებულებად ითვლებიან, გუნდები ადგილებს იცვლიან და თამაში თავიდან იწყება. თუკი თავდამსხმელმა წრეს შუაზე გადაირბინა, თავდამცველები ვალდებულნი არიან ერთი ქამარი მისცენ მოწინააღმდეგეს. თავდამცველებმა რომელიმე თავდამსხმელი თუ მოიხელდეს, წრეში შემოათრევენ. დატყვევებულ მოთამაშეს ფეხები ზემოთ აქვს აწეული, რათა ფეხის ფეხზე დადგმით არ ჩაჭრან. თუკი მას ფეხი დაეღლება და ურნა ჩამოუშვებს, რომელიმე თავდამცველი შეეცდება ფეხის წვრილით შეეხოს მას, ოღონდ ისე რომ ტერფები შეერთებული და თან ცალი ქუსლი მიწაზე ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში თავდამსხმელი ჩაჭრილად ითვლება. შეიძლება რომელიმე თავდამსხმელი მალე ჩაიჭრას და თამაში 1 წუთსაც არ გაგრძელდეს. ან პირიქით, თუკი თავდამსხმელებმა ვერ იმარჯვეს, ადრე თუ გვიან ყველა ქამარს დაკარგავენ და ლახტის უამრავ დარტყმას იგემებენ, სანამ ბოლოს და ბოლოს რომელიმე თავდამსხმელს არ ჩაჭრიან. საყურადღებოა, რომ ლახტაობის ყოველი ეტაპი მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელის ჩაჭრით მთავრდება, ანუ მარცხდება მხოლოდ თავდამსხმელთა გუნდი. რაც შეეხება შედეგს, წარმატებულად ის ჩაითვლება, ვისაც საერთო ჯამში უფრო ცოტა ხნით მოუხდება წრეში ჩადგომა, ანუ ვინც უფრო მალმალე ჩაჭრის მოწინააღმდეგეს. თორემ თავდამცველი, როგორც ასეთი, ყოველთვის გამარჯვებულია. ლახტი მომავალი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური მომზადებაა. მამაკაცის ცნობიერებაში ბავშვობიდან მომყარდება აზრი, რომ თავდაცვითი ბრძოლის დროს დამარცხება დაუშვებელია. ლახტის წრეში გაზრდილი ჯარისკაცი, როცა ალყა შემოტყმულ ციხესიმაგრეს იცავს, წამითაც არ ფიქრობს მტერს დანებდეს. მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. თავის დასაცავად ასეთი ფსიქოლოგიური მზადება დიდ სახელმწიფოს არ სჭირდება. ლახტი პატარა და დაუმორჩილებელი საქართველოს თავდაცვისათვის მუდმივი მზადყოფნის შინაგანი დისციპლინაა. ერთი კიდე, ერთი ქამარი მაგას.